მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ აკომენტარებთ, ალაიქებთ, გამოწერილი გაქვთ ჩემი გვერდი და უყურებთ ჩემს გაშლებს. მადლობა. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით იმასაც, რომ არის აქცია 11 აპრილის ჩათვლით. შეგიძლიათ ერთი კონკრეტული საკითხი 80 ლარის ნაცვლად ისარგებლოთ 50 ლარად. დაგეკმოთ დიაგნოსტიკა, გაერკვიოთ სიტუაციაში და მოკლედ დღევანდელი გაშლა, მოდით გავაკეთოთ ესეთი რატომ დაიშალა თქვენი ურთიერთობა, ხო? ან რატომ ხართ პაუზაზე, ხო? თუნდაც ანუ თუ ადამიანები ხა ამ წუთას არ იმყოფებით ერთად, რატომ არ ხართ ერთად, ხო? რა მიზეზი არის რეალურად? რა სიტყვის მამაკაცი, სხვადასხვა მიზეზია ყავს მამაკაცი ან ქალბატონი, არა აქვს მნიშვნელობა, ყველას თავისი მიზეზი აქვს, ანუ პარტნიორს ასახელებს ეს, მაგრამ ქვეცნობიერში ზუსტად იცის, რომ ეს სხვა მიზეზი შეიძლება იყოს აბსოლუტურად და მოდით ვნახავთ, ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროთ, როგორი ადამიანი მოვიდა. ანუ პირდაპირ ამოვიდა პაუზა. პირდაპირ ამოვიდა 4-იან ხმალი, რომელიც გვეუბნება, რომ ანუ ახლა ეს ადამიანი არის თქვენთან პაუზაზე, არის გაყუჩული, გაჩუმებული, არანაირი ქმედება არ აქვს და არის თავის თავთან გამორკვევაში, ხო? თავის თავთან ერკვევა იმას, რომ რა როგორანაირად, ხო, რაღაცნაირად ეს ადამიანი არის იმ სიტუაციაში, სადაც თითქოს რაღაცა ფორტუნა მოbrunება უნდა თავისთვის, ოღონდ აი ნახეთ ზუსტად არ იცის ეს ფორტუნა საით უნდა მოატრიალოს, თუმცა იმას კარგად ხვდება, რომ მას უნდა სიყვარული, მას უნდა ფორტუნას მოbrunება იქ, სადაც ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს, იქ, სადაც ეს ადამიანი უყვარდა, სადაც გრძნობდა თავს იმპერატორად, ხო? შესაძლებელია იყოს გაშლა ოჯახი, ანუ დაოჯახებულებისთვის, ხო? ანუ ადამიანი იყო დაოჯახებული, ნამდვილად ქვემოთაც ოჯახის არგანიც ამოვიდა, ან შესაძლებელია რაღაცა გქონდათ გადაწყვეტილი უკვე ოჯახური ურთიერთობის შექმნა, მაგრამ აი რაღაცნაირად ეს ადამიანი გავიდა პაუზაზე, ხო? ეს ადამიანი ამბობს იმას, რომ აი გავედი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვეღარ გამოვერკვიე, რა მინდოდა, როგორ უნდა გამეკეთებინა, რა უნდა საერთოდ წავსულიყო ეს სიტუაცია, თუმცა ეხლა ხდება, რომ უნდა რომ მოატრიალოს და უნდა რომ კვლავ იყოს ის იმ მდგომარეობაში, რაც თქვენ მისთვის გააკეთეთ, ხო? მე მიეცით ძალიან დიდი თავის ფასი, ვთქვათ, ხო, რაღაცა თვით შეფასება აუმაღლეთ, რაღაც სიყვარული მიეცით, ემოცია მიეცით და ასე შემდეგ, ხო? მოდით ვნახოთ კონკრეტულად რა არის მიზეზი თქვენი ურთიერთობის დაშლის. რა არის მიზეზი თქვენი ურთიერთობის დაშლის? ნახეთ აქ რა არის მიზეზი თქვენი ურთიერთობის დაშლის და გეტყვით იმას, რომ თქვენი ურთიერთობის დაშლის მიზეზი სავსებით შესაძლებელია რომ იყოს სხვა ადამიანი. აქ პირდაპირ გეუბნებით, თუ თქვენ ხართ ცოლ-ქმარი, ესე რომ ვთქვათ და გაშლა, ვთქვათ, მიყურებს დაოჯახებული წყვილის მხრიდან, თქვენ ურთიერთობაში იმიტომ მოხდა გარღვევა, რომ გამოჩნდა სხვა ადამიანი, ან შესაძლებელია სხვა ადამიანი არც გამოჩენილიყო, მაგრამ იყოს ვთქვათ ოჯახის წევრი, ხო, რომელიც ჩაერია თქვენთან ურთიერთობაში, თქვენი ურთიერთობის დასაშლელად. რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა კონკრეტულად, ანუ მის გონებაზე, მის სიტუაციაზე, მის ფინანსურ რესურსზე, თუნდაც მის ემოციებზე, ხო, რომ თქვენი ურთიერთობა, იმპერატრიცაც ამოვიდა და პენტაკლების დედოფალი, ნახეთ აქ როგორი მომენტია, რა არის თქვენი ურთიერთობის დამშრალი, აქ არის თუ თქვენ იყავით წყვილი, რომელთანაც ანუ სამკუთხედის სიტუაციით, გეტყვით იმას, რომ თავის ცოლთან დაბრუნდა და შესაბამისად ის უნდოდა და ის გახდა მიზეზი თქვენი ურთიერთობის დაშლის. თუ თქვენ გქონდათ რაღაცა დაფარული ურთიერთობა, ხო, გარე ურთიერთობა. თუ ცოლ-ქმარი ხართ, მაგ შემთხვევაში, სხვა ქალით შესაძლებელია და შესაძლებელია ასევე ოჯახის წევრი და თუ არ ყავით დაოჯახებულები და უბრალოდ გინდოდათ, მაგ შემთხვევაში პირდაპირ დედიკო არის დამნაშავე ამ ყველაფერში, ესე შეიძლება ითქვას სამწუხაროდ. კარგით, კიდე რა არის მიზეზი თქვენი ურთიერთობის დაშლის?
იცით რა არის, აი ის არის ზუსტად ეს მომენტია თქვენი ურთიერთობამ თითქოს ამ ადამიანში ორი ადამიანი ცხოვრობდა, არა სამი ადამიანი რაღაცა მომენტში თქვენი ურთიერთობის დაშლის ის სიტუაცია არის, რომ გაურკვევლობაში ამოყო თავი, ხო, რაღაცა მომენტში თითქოს გნობდა, რომ უყვარხართ, გიყვართ, ემოციას აძლევთ, მაგრამ თქვათ გაუჩინეს ესეთი აზრები, რომ იქნებ ეს ის არ არის, ვინც შენ გინდა, იქნებ ეს ის არ არის, რაც შენ გინდა, ხო, რაღაც შეგიძლია უკეთესი ნახო, ხო, აი მაგალითად ნახე ეს ჯობია ურთიერთობაში, თქვათ თუ დაოჯახებულებზე არ არის საუბარი, ხო და რაღაც. ანუ აქ არის სიტუაცია როგორი მომენტიც და რა დაანგრია თქვენი ურთიერთობა, აი მესამე პირების ჩარევამ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ხო, თუ თქვათ ოჯახის დანგრევაზე იყო აქ საუბარი, ვიღაცას მოუნდა რაღაცა ახალი ფლირტი, ახალი ურთიერთობები, ახალი ოცნებები და ასე შემდეგ, ხო? თუ უბრალოდ წყვილები იყავით და თქვათ ოჯახი ჩაერია, შესთავაზეს უფრო თქვენზე უკეთესი ვარიანტი შეიძლება ესე ითქვას, ხო, რაღაცა მომენტში თუ თქვენ კონკრეტულად სხვა ურთიერთობიდან ხართ, მაგ შემთხვევაში უბრალოდ ადამიანი მიხვდა, რომ კი კარგია, რაღაცა ემოციას მაძლევს, კი სიყვარულს მაძლევს, მაგრამ მაინც რთულია რა, ეს წინ გადავდგა რაღაცა ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიძლება ისი არ განვითარდეს როგორც მე მინდა, ეს რაღაცა მიჯაჭვულობის მომენტი ხო არ არის თუ სიყვარულია, რაღაც მომენტში გაუჩნდა ამ ადამიანს ეს აზრები და საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ დაესრულებინა. ნახოთ აბა, მოდით ესეთი კონკრეტული კითხვაზე გვიპასუხოს. ანუ ადამიანი, რომელიც ახლა უყურებს ამ დაშლას, რას გრძნობ ამ ადამიანის მიმართ? შენთვის ვინ არის ეს ადამიანი, რას გრძნობ? რაც გწევს და პირველ რიგში ეჭვიანავს, მეორე რიგში ცდილობს, რომ ურთიერთობა რაღაცნაირად დააწყოს და თქვენ ხართ მისთვის სიყვარული. თქვენ ხართ მისთვის ოჯახი, თქვენ ხართ მისთვის სტაბილურობა, თქვენ ხართ მისთვის იმედი, თქვენ ხართ მისთვის ძალიან დიდი ემოცია ახალი, შანსი ახალი, მდგომარეობა, თქვენ მისთვის ხართ რაღაცა, ესე ვიტყოდი, ყველაფერი? ხო, ყველაფერი, სადაც დიდი სიამოვნებით იბრძოლებდა, იმოქმედებდა, გადმოდგავდა ნაბიჯებს და რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებდა, დაუსვავდა წერტილს რაღაცნაირად ყველაფერს, ხო? თითქოს აი ეს ადამიანი ამბობს, რომ რატომღაც თქვენ მისთვის ხართ ის, ვინც მას ყველაზე მეტად სჭირდება, ვისთვისაც იბრძოლებდა, ვისთვისაც შექმნიდა მომავალს, ხო? მოდით ვნახოთ რა ქმედებას გააკეთებს, თქვათ პაუზაზეა და რას იზავს, ხო, ეს ადამიანი. ამ ეტაპზე რო გითხრათ, რომ რამეს გამკეთებელი არის, ნამდვილად არა, ჯერჯერობით ძალიან ცუდად ხნავს თავს, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე შეიძლება უბრალოდ გამოგეცხადოთ და წარსულზე გესაუბროთ, ხო, არა თქვათ მომავალზე, ანაწმყოზე, არამედ წარსულზე, ხო. რაღაც ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება სადღაც 5 თვეში, მეხუთე თვეს, ხო, რაღაც 5 დღეში, 5 კვირაში ებისთან როგორ იქნება ხო სიტუაცია, მაგრამ რაღაც ესე ვიტყოდი, რომ სადღაც ან მეხუთე თვეს, ანუ მაისში, ან სადღაც 5 თვეში, ხო, ანუ აპრილი არის, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სადღაც აგვისტოში. ხო, აი სადღაც ესე აგვისტოში გამოვა ეს ადამიანი თქვენთან კონტაქტზე, მოგწერთ, დაგეკონტაქტებათ, რაღაცებს წარსულზე დაგელაპარაკებათ, გეტყვის რომ დაფიქრდა, მაგრამ და ვერ იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას, მაგრამ თქვენ მას აბედნიერებთ, თქვენ ხართ მისთვის ძალიან ისეთი ემოციურად და შინაგანი ენერგიებით დამუხტელი ადამიანი, ხო, რაღაცა ესეთი სიტუაციას მოიფიქრებთ თქვენთან მიმართებაში, თუმცა ჯერჯერობით ნამდვილად ესეთი 5 თვე კიდე დასჭირდება ამ ადამიანს ამაგისად, რომ დაფიქრდეს და გაანალიზოს ეს ყველაფერი. და საბოლოო ჯამში ხედავს ეს ადამიანი თქვენთან მომავალს,
კი, ნამდვილად ხედავს თქვენთან მომავალს, ნამდვილად ხედავს თქვენთან მომავალს, ხედავს ძალიან სიმშვიდეში, ძალიან სიმყუდროვეში და ამბობს იმას, რომ მომავალს ხედავს და თვლის, რომ ამისთვის ძალიან ბევრს იმუშავებს, ხო? იმიტომ რომ განდეგილი არ არის მარტო ეს მარტოსულობის მომენტი, ეს არის ადამიანი უკვე რომელმაც ძალიან კარგად გაიაზრა და გაიარა და ჩამოყალიბდა და გონებრივად არის უკვე რაღაცა ცოტა ისე ვიტყოდი გაძლიერებული. და კი, ხედავს თქვენთან მომავალს, ნამდვილად ხედავს ეს ადამიანი მისთვის, იმიტომ რომ მისთვის ხართ ნამდვილად ის ემოცია, რომელიც არის დაუვიწყარი და შეუცვლელი, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ესეთი გამოვიდა გაშლა. რატო დაშორდით ერთმანეთს? იმედი მაქვს, რომ მალე გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე, თუმცა მოკლედ აქ რაღაცა რამოდენიმე ვარიანტი განვიხილე და ყველამ თქვენ ეს არის საჯარო გაშლა, ეს არ დაგავიწყდეთ და იცოდეთ, რომ ყველას თავისი სიტუაცია აქვს. ყველამ ვიცით, თქვა თუ ოჯახი უყურებს, ვინ შეიძლება ჩარეულიყო და რა იყო და ყოველ შემთხვევაში ვინც უყურებთ, კარგად იცით, რა სიტუაცია შესაძლებელი ყოფილიყო, მაინც ასე თუ ისე, ხო, მეტნაკლებად. ასე რომ წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ, თუ ელოდებით და მალე გავიდეს ეს 5 თვე. წარმატებები.